რა ხდება მზიურის პარკის გარშემო, რამდენად რთულია ეს ვითარება და როგორ ფიქრობთ რა ლოგიკური გაგრძელება ექნება აი ამ განცხადებას, რომელიც მე გადაცემის დასაწყისში წავიკითხე. როგორ დასრულდება ეს ისტორია? მოგესალმებით. აი მართლა ძალიან კომპლექსურია და ძალიან მრავალპლანიანი, იმიტომ რომ ეხლა თითოეული საკითხი ეხლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ ეს სრულიად სხვადასხვა. აი განსხვავებულია და სპეციალურად შევარჩიეთ სრულიად საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა შეიძლება სადისერტაციო ნაშრომი დაწერონ. ანუ როგორ ხდება ერთ გადაცემაში ამას ვერ ამოვწურებთ ცხადია. ანუ ეს არის ძალიან ისეთი კომპლექსური და რა თქმა უნდა რთული საკითხი. პირველ რიგში ეხლა ფიქრობდი დღეს რა მართლობასთან გვაქვს, აი ზოგადად რა მართლობა. ეს არის აი კლეპტოკრატიული რა არ გვითქვამს, ხო, აი ფაქტობრივად შეურაცხყოფელი კომენტარები გავუკეთებია, ხო, კლეპტოკრატია მე ვფიქრობ, რომ არის უაღრესად შეურაცხყოფელი შეფასება. შეფასება. კი ბატონო. მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან თავხედური და უტიფარი მართლობა. ყველაზე ცუდი და სამწუხარო არის ეს, რომ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რაზეც არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორი ფაქტების წინაშეც გინდა დავაყენოთ, მათგან შეიძლება არ მოდიოდეს რაღაც რეაქცია, მაგრამ მოდის აბსოლუტურად საპირისპირო შეურაცხყოფელი რეაქცია. როდესაც ისინი ან გეუბნებიან, რომ ეს თქვენი საქმე ხო და მერე რა, ну აი რაღაცა ათასნაირი თავის აქცევის ათასნაირი ფორმა აქვთ მოძებნილი და ამავე დროს როდესაც ზოგიერთი მათგანი მაგალითად ბედავს და სასამართლოშიც უჩივის ხოლმე ზოგიერთ ორგანიზაციას ან ზოგიერთ კომპანიას ან ზოგიერთ ჟურნალისტს. ამის მაგალითებიც არის. მე ვიცი მაგალითად პრეცედენტები, როდესაც აი რაღაცა ერთ სიტყვას ჩააცივდებიან ხოლმე. ჩვენი კოლეგა არის ერთ-ერთი მათ. ხო, აი ზუსტად ერთ სიტყვას, რაღაც ერთ ფრაზას და ამის გამო მე თვეების განმავლობაში ძალიან უტიფარი და უსირცხვილო მე ესეთი პროცესები მიმდინარეობს ხოლმე. ну ტენდერები, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც თავიდან ფიქრობ დაიწყეს. ну გარდა იმისა, რომ ფუფუნების საგნების მიმართ იყვნენ ძალიან ესეთი დიდი აღტაცებით დამოკიდებულება მანქანები, ხო, ანუ რაღაც თავიდან ვლაპარაკობდით 100,000-იან ჯიპებზე, მაგრამ ეხლა უკვე 200,000-იან ჯიპებზე ვართ უკვე ასულები. როდესაც უახლესი მოდელი უნდა ყოფილიყო, როდესაც ტექნიკური პარამეტრები იყო უაღრესი სიზუსტით მითითებული, როდესაც ძველი მანქანები სად მიდიოდა, როგორ ხდებოდა მათი განკარგვა, ამის შესახებ წარმოდგენა არ ქონდა. როდესაც პროექტები იყო დაუსრულებელი და რჩებოდა რაღაცა გარკვეული თანხა, რომელიც კომპანიისთვის იყო გადახდილი და რა ბედი ეწეოდა ამ თანხას, იმიტომ რომ პირგასამტეხლო არ იყო იმდენად დიდი, რომ ეს ხარჯი, რომელიც ავანსის სახით გადახდილი იყო, დაფარული იყო. ან ამავე დროს არის ძალიან საინტერესო ფაქტი ფასის მატებასთან დაკავშირებით. მარტო მონაწილეობაა კიდევ ძალიან საინტერესო. ტენდერების ჩაშლის უამრავი მექანიზმი, ამავე დროს ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. რაც შეეხება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავებულ ფაქტებს, როდესაც მიწების მისაკუთრება ხდება და აი დეველოპერული საქმიანობის წამოწყება და როცა ამ პროცესებში ან ღიად ან კულუარულად არიან მაღალჩინოსნები ჩართულები, ან ის ადამიანები, რომლებიც მაღალჩინოსნებთან არიან დაკავშირებული და ხანდახან არც თუ უსაფუძვლოდ რჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ შეიძლება მაგალითად რომელიმე აი ეს ადამიანი ფარად არის გამოყენებული, იმიტომ რომ თქვა ზედმეტი სალაპარაკო არ მისცეს კიდევ ამ ჟურნალისტებს ან ოპოზიციას და საბოლოო ჯამში შეიძლება მე რეალურ ფლობელამდე გავიდეთ. რაღაცა თითქოს მოსწრება უნდათ. ყოველი არჩევნების წინ ხდება სხვათაშორის დიდი დოზით აი ესეთი არის ეს ტენდენცია, რომ წინა საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აი ეს მოსწრება ახსენეთ თქვენ აი და ეს არის პერიოდი, როდესაც მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე, რომ აი რაც გადასანაწილებელია, ბარემ გადაანაწილონ. საერთოდ იცით რა არის? არ მიყვარს ხოლმე, იცით, აი როცა ასეთი ტიპის საქმეზე ვლაპარაკობთ, ემოციური შეფასებები. ჯობია ხოლმე ყოველთვის. ნამდვილად საქმე რაციონალური შეფასება იყოს ფაქტებთან დაკავშირებით. ნუ ფაქტებზეც რა თქმა უნდა აქ ქალბატონები მოგახსენებენ, ფაქტი შეიძლება იყოს უამრავი, ჩაშლილი ტენდერების კლასიფიკაცია, როგორ ხდება ჩახსნა მაგალითად ოპონენტების, როგორ ხდება მე გამარტივებული შესყიდვისკენ საქმის წაყვანა, უამრავი რაღაცა. მანიპულაციები, სხვადასხვა ტიპის, რომელსაც კანონებით როგორ მანიპულირებენ, კანონებით, იმიტომ რომ აი ხა ჩვენ ნეპოტიზმის გაგება გვაქვს, ძალიან კარგად ვიცით რა არის ნეპოტიზმი, მაგრამ აი კანონის კონკრეტული მუხლით, მაგალითად რომელიმე ბიძაშვილთან ან საქმიან პარტნიორთან, ან რომელიმე სხვა კომპანიაში პარტნიორთან თუ ხდება რაღაცა
ტიპის გარიგება. ჩვენ ამას თვალყურს ვერ მივადევნებთ და პასუხისგებაში ვერანაირად ვერ ვაიძულებთ, რომ თქვათ პროკურატურა მისცეს. ანუ აი ეს შავი ხვრელებით манипуლირება, ჯიუტად ფეხის ათრევა რაღაცა ცვლილებებზე, კანონებში შედარებით უფრო მეტად რომ გამკაცრდეს, აი ეს პირობები, რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცები არ ხდება. და საერთოდ ეს არის მართლობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას დაამახსოვრდება, თუმცა ყოველთვის ხო არ იქნებიან, დღეს იქნება თუ ხვალ იქნებიან, ხა დიალექტიკის კანონია, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის დროზე, როდესაც მოვიდა, რაღაცეები თავისითაც იცვლება, შინაგანი ენერგიით, ხო? ანუ ბოლოს და ბოლოს ჩვენიერ დღესაც ხალხი მიხვდება, რომ რაღაცა ბევრად უფრო ცუდი ხდება, ვიდრე ტენდერში რომელიმე კომპანიის დისკვალიფიკაცია გაუაზრებელი მიზეზის გამო და მათი შვილების მომავალს ეხება ბოლოს და ბოლოს საქმე, ხო? როდესაც იქნება, ამას გააცნობიერებენ და რაღაცა მოხდება, ხო? მაგრამ ისტორიაში ჩაეწერებიან აუცილებლად როგორც ყველაზე მავნებელი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ძალიან დიდი ორგანიზებული მასა, რომლებსაც რატომღაც საკმაოდ ისეთი რესპექტაბელური სოლიდური გამომეტყველება აქვთ ამ ბოლო ხანებში. თავიდან ცოტა ნაკლებად შეიმჩნეოდა ეს. და აი ამ ყველაფრის მიღმა ხდება სასწაული მოხვეჭა. აი ამ პატარა მიწის, აი არ არის ხო ჩვენი ტერიტორია დიდი და ძალიან მძიმე პირობებში ვართ. ნუ ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გარკვეული გასაგარეო პოლიტიკის ესეთი უმძიმე სიტუაცია. აი ამ ვითარებაშიც კი ისინი ახერხებენ, რომ იზრუნონ მხოლოდ საკუთარი თავის კომფორტის. ხო, აი ძალიან ძნელია